მე ვახსენე, რომ ჩვენ მივმართეთ ტრიალეთმა სასამართლოსაც იყო ეს თანამშრომელების სახელითაც, ადმინისტრაციის სახელითაც, თუმცა მათ არ შეაჩერეს ინკასო. კიდევ ვახსენებ იმას, რომ ჩვენ არ ვითხოვთ პრივილეგიას, ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას. იცავს თუ არა სასამართლო ეფექტურად ბიზნეს, მედიას, თუ არის ხელისუფლების მსახური. თქვენი შეფასება მაინტერესებს. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ნათლად ჩანს, რომ სასამართლო პრაქტიკულად არის მორჩილი ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვან საქმებთან დაკავშირებით, ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე პრაქტიკულად სასამართლო ასრულებს ნოტარიუსის ფუნქციას და პრაქტიკულად არ გამოდის კანონის უზენაესობის დამცველი, არამედ პრაქტიკულად ის ცდილობს ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას. ანუ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი იქნება მედიის თავისუფლების დაცვა, ის უფლებები, რომელიც მედია მაუწყებლებს გააჩნიათ, ხო, თუნდაც სამწუხაროდ ვერ არის დაცული და მხოლოდ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ეფექტი, გავლენა მიმდინარე პროცესებზე და მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ეს პოლიტიკა არის სწორედაც რომ ეს თანმიმდევრული პოლიტიკა არის, ანუ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, როდესაც მოხდა ერთი რაღაც კონკრეტული მედია საშუალების წინააღმდეგ. ანუ ეს არის მთლიანად პოლიტიკა მიმართული იქითკენ, რომ კრიტიკული მედია გაქრეს და ამ პროცესში სამწუხაროდ სახელმწიფო იყენებს ყველა ინსტრუმენტს, ყველა უწყებას და პრაქტიკულად ეს არის მიზანმიმართული შეტევა. ეს სხვანაირად ვერ ახსნებდი იმას, რომ მაგალითად როგორ შეიძლება გარკვეულ მედია საშუალებებს ჰქონდეთ განსხვავებული პირობები და მე ვახსენე შერჩევითი მართლმსაჯულება, ხო, მათ შორის როგორ შეიძლება აპატიო 50-ჯერ უფრო მეტი თანხის დავალიანება და არაპატიო უფრო მცირე ბიუჯეტის მქონე მაუწყებელს ან მედია საშუალებას, ხო, ანუ ეს რა არის ის მოტივი საფუძველი, როდესაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება, ხო? და როცა ასეთი საფუძველი არ არის და საზოგადოების არ არის ცნობილი და არის ის ჩანს მხოლოდ შინაარსში, რა თქმა უნდა, აქ ძალიან ნათელია, რომ სახელმწიფო პრაქტიკულად ყველაფერს იყენებს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი და კრიტიკული აზრი ჩაახშოს და ამისთვის, რა თქმა უნდა, მათ შორის რეპრესიებში გამოიყენოს ის არსებული მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ქვეყანაში არსებობს.